კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც არსებობს სახელმწიფო იდეა და მისი განვითარების ალგორითმი, მერე ამას ებმის აბსოლუტურად ყველაფერი. და ამას ეხლა როგორ უნდა აუხსნათ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დათა პაპას საჭიროებები ხო ვიცით რაც არის არა და დათა პაპას უნდა ძალიან მარტივად აუხსნათ იმ საჭიროებებს როგორ მოუტანს ეს სახელმწიფო. რატო ექნება მშვიდობა? გრძელვადიანად დათა პაპას, ისე რომ არც რუსეთზე იქნება მაინც და მაინც დამოკიდებული მისი მშვიდობა და პუტინის კარგ ხასიათზე მხოლოდ და არც სხვა დაუშვათ იმაზე როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ერდოღანი ან სხვა რომელიმე დიდი ლიდერი, რომელსაც ამბიციები შეიძლება დიდი ქონდეს. აი ძალიან მარტივად და ხალხოსნურ ენაზე, რომ ვთქვა